ორ დღეში ქვეყანაში საყოველთაო გაფიცვა 15 იანვარს დღის 3 საათზე ყველა იფიცება. რეჟიმის პატიმრის ანდრო ჭიჭინაძის დედა მიმართავს დიდ კომპანიებს არ შეუშალონ ხელი საკუთარ თანამშრომლებს გამოვხატონ პოზიცია და მიიღონ ამ მნიშვნელოვან საპროტესტო აქტში მონაწილეობა. ლიკა გუნცაძე და საზოგადოების წარმომადგენლები ამ წუთებში TBC ბანკის დირექტორს ხვდებიან, მანამდე კი მათ გარანტიები, რომ თანამშრომლებს გაფიცვაში ხელს არ შეუშლიან, მოითხოვეს საქართველოს ბანკის ხელმძღვანელებისგან რა პასუხი მიიღეს. მათ ბანკის დირექტორისგან დავით კობიძე ჩაგვერთვება ამ თემით პირდაპირ ეთერში გისმენ დავით. არათუ ხელს არ შეუშლიან თანამშრომლებს იმაში, რომ გაფიცვაში მიიღონ 15 იანვარს მონაწილეობა, არამედ ლიკა გუნცაძეს მისცეს პირობა საქართველოს ბანკმა იმისა, რომ თითოეული თანამშრომლის გამოხატვის თავისუფლებას დაიცავენ. ამ პოზიციის შესახებ, ჩვენ საქართველოს ბანკის ამ პოზიციის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ გავიგეთ, რომელიც როგორც უკვე იცის ჩვენმა მაყურებელმა ლიკა გუნცაძის ორგანიზებით ჩაენიშნა დღეს და მისი მთავარი მოთხოვნა მსხვილი კომპანიებისთვის ყველა პატიმარი დედის სახელით არის ის, რომ 15 იანვარს, როცა ქვეყანაში იგეგმება საყოველთაო მასშტაბური გაფიცვა 15-დან 18 საათამდე ყველა თანამშრომელს ამ კომპანიებისა ჰქონდეს გარანტია იმისა, რომ მათი ამ პროტესტის გამო და ამ პოზიციის გამო, გაფიცვაში მონაწილეობის გამო მათ არ შეეზღუდებათ გამოხატვის თავისუფლება და ჰქონდათ გარანტია იმისა, რომ ყოველთვის პროტესტში მონაწილეობის უფლება ამ ადამიანებს ექნებოდათ. ამ წუთებში შეხვედრა მიმდინარეობს TBC ბანკთანაც, TBC ბანკის ხელმძღვანელობასთან არიან როგორც ლიკა გუნცაძე, ასევე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება უკვე ცნობილი რა პოზიცია ექნება კონკრეტულად ამ კომპანიას. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ ადამიანების მთავარი მოთხოვნაც და გაფიცვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც და მიზანიც არის ის, რომ ყველა პოლიტიკური ტყვე, რომელიც მიმდინარე საპროტესტო აქციებისას უკანონოდ დააკავა სისტემამ, დაუყოვნებლივ უნდა იყოს გათავისუფლებული და უნდა ითქვას ისიც, რომ პატიმრებს და პატიმრის ოჯახებს აქვთ არნახული სოლიდარობის მაგალითი საზოგადოების მხრიდან, მაგალითად ანდრო ჭიჭინაძის შემთხვევაში ჩვენ ვიცით, რომ თეატრმა, ვასო აბაშიძის ახალმა თეატრმა გააკეთა ოფიციალური განცხადება და ულტიმატუმი მისცა ოცნების არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომ თუ 20 იანვრამდე ყველა პოლიტიკური ტყვე არ იქნება თავისუფალი, მათ შორის რა თქმა უნდა ანდრო ჭიჭინაძეც, მაშინ თეატრი, რეჟისორები, მსახიობები გადავლენ ბრძოლის პასიური რეჟიმიდან აქტიურ ფაზაში ბრძოლის და ამ ნაბიჯების შესახებაც საზოგადოების ინფორმირებას ეტაპობრივად მოახდენენ. შეგვიძლია რომ არავინ არ დაისჯება, ძალიან კონსტრუქციული საუბარი ჰქონდა. ეხლა ჩვენ ველოდებით ამის აღსრულებას. წარმოუდგენელი თანადგომა აქ პატიმრებს ყველას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩემი შვილი მსახიობია და მისმა თეატრმა ეს რაღაცა არ ვიცი რა დავარქვა, ისეთი თანადგომა გვაქვს. არ ვიცი რას აპირებს თეატრი 20-ის მერე, მაგრამ არ მაქვს ინფორმაცია. მაგრამ ის რომ ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე, ამას ეხლავე ზუსტად გეუბნებით. ბრძოლა შეუპოვარი და ჯიუტი. ჩვენ მივიღეთ მკაფიო პასუხი საქართველოს ბანკის ხელმძღვანელობისგან, რომ ბანკი აქამდეც ფაქტით და მოქმედებით ამტკიცებდა, რომ მათი თანამშრომლები არც სამუშაო საათების დროს და არც სამუშაო საათების მიღმა არ ისჯებიან იმის გამო, რომ ისინი მოქალაქეობრივ პოზიციას აფიქსირებენ და მეტიც მათ თქვეს, რომ ისინი დაიცავენ ყოველთვის მათი თანამშრომლების გამოხატვის თავისუფლებას. ეს პირდაპირ ნიშნავს ჩემთვის, რომ სადამჟელო ღონისძიებები არ იქნება განხორციელებული. ამიტომაც არის გამაფრთხილებელი გაფიცვა 15-ში ერთ-ერთი ახალი კომპონენტი ამ დიდ საპროტესტო პროცესში, რომელიც გულისხმობს საქართველოს გადარჩენას ივანიშვილის რუსული რეჟიმისგან. რეჟიმი იკუმშება, ჩვენ დავინახეთ რა ელეთმელეთი ემართება თუნდაც გუშინ რესტორანთან. ჩვენ ამიტომაც ვართ ახლა საქართველოს ბანკში, ახლა მივდივართ TBC ბანკში, იმიტომ რომ ეს არის საერთო ეროვნული კრიზისი და ამ ეროვნული კრიზისის შესაბამისი ქცევა უნდა ჰქონდეს ყველას. ეს არის სოლიდარულობა, ერთიანობა, ძლიერება და ძალა საზოგადოებისა, რომელიც ერთის მხრივ ინარჩუნებს პროტესტის არაძალადობრიობას და მეორეს მხრივ აჩვენებს საკუთარ ძალას. მე დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გავალთ სინათლისაკენ, გავალთ თავისუფლებისაკენ, გავალთ იმ ადამიანების თავისუფლებისაკენ, რომლებიც ეხლა სატუსაღოებში არის.
საყოველთაო გაფიცვას უერთდება PSP ჯგუფიც თავარი მოთხოვნით რომ ჩატარდეს ახალი სამართლიანი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, როგორც კომპანიის განცხადებაში ვკითხულობთ, ვინაიდან PSP წარმოადგენს სამედიცინო კომპანიას, მათ არ აქვთ მორალური უფლება იმისა, რომ 3 საათიან რამდენიმე საათი შეაჩერონ მომსახურება, ამიტომ სიმბოლურად ისინი გაიფიცებიან 5 წუთის განმავლობაში, თუმცა როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ერთი ფარმაცევტი ამ 5 წუთის განმავლობაშიც მოემსახურება მოქალაქეებს.